აი ამ დიდებული მთების ფონზე შევდივართ კიდევ ერთ კვების ობიექტზე ხულოში. საცხობის პროდუქციის სურდელი დგას, ბიჭები შატალოზე არიან გამოქცეულები, სკოლაში არ დადიან, არ სწავლობენ. ხო? დასრულდა უკვე? რა დროს სკოლაა 3 საათია უთხარი ლიზა მას? რომელ კლასში ხართ ბიჭებო? აბიტურიენტები. წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, იქ ჩააბარეთ, სადაც თქვენ გიდათ, სადაც თქვენ მომავალს ნახოთ. შეიძლება მეზღვაურებიც არიან მომავლები, ან ექიმები, ან ინჟინრები, აი მომავალი მეზღვაურები, აი კარგი ბიჭები არიან. აი ძალიან ესეთი საათნო ნაზი, არაჩვეულებრივი ქალბატონი გვხვდება, რომელიც ამას ყველაფერს აცხობს. ზედაპირი კარგია. კედლები კარგია, იატაკი კარგია, მაგრამ აი ესენი არ უნდა იყოს ზედმეტები არაფერი. ეს ერთი. მეორე და აი ესენი უნდა მუშავდებოდეს. აი ასეთ იმაზე ცხებოდეს პროდუქტი დაუშვებელი. აი ნახეთ, ეს ყველაფერი კონდენსატი ხა ზევიდან ცვივა, ზევიდან გვეყრება თუ ქვევიდან პროდუქტი ფუჭდება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად ბინძურდება პროდუქტი. აი ესეთი საჟიროდესაც არის. მიკრული ეს მექანიკურად უნდა დამუშავდეს და შემდგომში უნდა გააგრძელოთ მუშაობა. ეს რა აპარატი? ცომის აპყრელებელი. კი ბატონო. აუცილებლად. აქ რატო აკეთებთ ამით? ამით კი არ ვაკეთებ, ამით. უსმე ვისე. მითვარესი, ის უფრო გემრიელი არ არის? იყოს ცოტა ძვირი, მაგრამ გემრიელი იყოს. მაგრამ გემრიელი რო არის, ისედაც ჩანს, იმიტომ რომ მაშინ ხალხი არ იქნებოდა გემრიელი რო არ იყოს. ან პატარა ისა გაქვთ. ფართი, აი შიგთავსებს ადამზადებთ. აბა მაჩვენეთ, სადამზადებთ შიგთავსებს. იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი საცხობი. ეს რა არის? საპირფარეშო, ხო? აქ შედიან მომხმარებლები? და თქვენ აქვე რეცხავთ ჭურჭელს. არა. კი. აბა მითხარით, რატო არის აქ ფეირი და რატო არის ღრუბელი? და რატო არის აქ აი ჭურჭლის სარეცხი საშუალებები? იმისაც მინდა თორემ სად რეცხავთ ჭურჭელს? სად? მედია რომ ასახტება, თუმცა ჩემში ძაპირადად ძალიან დიდი ეჭვი გამოიწია. აქ სომის საზელია, ქალბატონს. აქ აი ცომი რო იზილება, აქ ამდენი ზედმეტი ნივთი გაქვთ. არა აქვს მნიშვნელობა, ქალბატონო, აქვე გაქვთ გამოსაცვლელი, ტანზე აქ იცვლით. არა, მაგი ისე ამ გოგოს დატოვაძე ღანდა. ვინ გოგო, ვინ არის, ვისით? ხო, აქ არის, აქ მუშაობს თქვენთან? არა, ისე. ფეხსაცმელი დატოვა და 60 დაგიტოვათ? ჯემპრე ქონდა მოცმული და ის და. და ფეხსაცმელი? ხო, რომ მასთან გამოვივლი და წარიღებო და ამიტოა. მე პირადად სხვა აზრის ავარ, მაგრამ დაგიჯერებ, სხვა გზა არ მაქვს, ეგზეთი არის. ერთჯერად იზეთი არის თუ და აი ყველი სანადადო ტემპერატურაზე რამ მომიტანეს და მე მაცივარში ვაწყობ იქ შიგნით ქვემოთ. მაცივარი მე თქვენთან არ მინახე, ვნახავ ხა შევიხედავ მაცივარშიც, კარგით. არა, აქ ცომის მოზელ გრამის გაკეთება, რა და რას აკეთებ თქვენი ასორტიმენტი მითხარ. ხოლოდ ხაჭაპურიდი ხოდება. იცით როგორი კითხვა მაქვს თქვენთან ძალიან დელიკატური. აი ჰამბურგერი 3 ლარი ფანტასტიკური ფასია, ხორციდებს შიგნით? ძეხვი, რომელი აბა? აი ეგეთი ჰამბურგერია, ნახეთ ხულოში როგორი ჰამბურგერებია. 2.5 ფენოვანი, რა კაი ფასები გაქვთ? აჭარული. უკვერცხო, უკარაქო, უყველო, თუ არა? 4 ლარი სადღა, მე კიდე დავდივარ 18 ლარს ვიხდი აჭარულში. ბათუმი, ეს თქვენ საყვედური, რა ამბავია 18 ლარი აჭარულში, აგერ ხულოში ამოდით 4 ლარი. ასე რომ ამოდით ბათუმელებო ხულოში და აქ მიირთვით აჭარული. აჭარული კვერცხით ბოდიში 5 ლარი, 1 ლარი ძვირი ყოფილა, ის უკვერცხო იყო. აგერ ღვეზელი ლარი და 20 ხოთ-დოგი. ხოთ-დოგში რა არის სოსისის ნაცვლად? არის სოსისი ნამდვილად? ლარი ბატონო, ლარი, მარტო სოსისის ცელოფანი ღირს. თვითონ სოსისი გამორიცხულია ლარი ღირდეს. აი ახლა კითხვა მაქვს თქვენთან დელიკატური. იმერული შეთანხმებით რას ნიშნავს? მაი არის გრამობით და ვის როგორც ის. აი მაგალითად თქვენ მეუბნებით იმერულში 5 ლარი, არა 3
კაი, 4 ნახევარი, არა 3 ნახევარი და ბოლოს 4-ზე ვთანხმდებით, ხო? ესეა. შეთანხმებით ესეა. თქვენ იმერულს რამდენად ყიდულობთ? გააჩნია შეთანხმებას გააჩნია. აი ესეც დარბაზში არ უნდა იყოს. ეს რისი არის? ეს არის რისი შეფუთვა ტექნიკის, ხო? ეს ხო არ არის პურისთვის და საკვებისთვის განკუთვნილი, არასწორია. ეს არა არა, მერე არა, უკვე რომ დაბინძურდება, მერე აზრი. რა მნიშვნელობა აქვს ეხლა თუ მერე? მაცივარის სუფთა აქვს, პრინციპში ქალბატონს თვითონ ეტყობა, რომ ძალიან ესეთი თვითონ მოწესრიგებული ქალბატონია, მაგრამ არ არის ობიექტი დასრულებული. ძალიან გთხოვთ რა მოაწესრიგეთ. თქვენ ხვდებით, რომ ეს არ არის კვების ობიექტი და ეს არანაირ კრიტიკას არ უძლებს. რა გითხრათ ქალბატონმა მადონამ? ნუ რა ვიცი. ცოტა შენიშვნები და ცოტა შენიშვნები არა უშავს ეს ხო არა აი ბევრი შენიშვნები არის ცუდი კაი ხართ მადლობა სისუფთავი არის მომხმარებელი ხო ყოფილია აგერ ბავშვებიც მოდიან ხაჭაპურის მოყვარულები მამაკაცები ქალბატონები დარწმუნებული ვარ ყველაფერი ძალიან გემრიელი გაქვთ ჰამბურგერი ძეხვით ჰოთ-დოგი სოსისით და აჭარული კვერცხით და უკვერცხ ხო წარმატებებს გისურვებთ აქ ბევრი ბავშვები არიან, ეტყობა სკოლა ახლოს არის. ეს სადაც შედიხართ შიშის ზარს. ვიცით. და მე იქ რა გაბრაზე. ხო. ეს რამაც ყოფილა. აბა რა, ჩვენ ვართ ძალიან კეთილები და ძალიან მოსიყვარულე ხალხი. ყველა გვიყვარს. წარმატებები